რუსეთ-საქართველოს ბოლო ომის აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წლის თავზე საქართველოს სამწუხაროდ სრულად ოკუპირებულია რუსული რბილი ძალისა და უსამშობლო ქართველების საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნების ხელით. დიახ, რუსეთმა იარაღის ძალით, სამხედრო ძალით 20%-ის ოკუპაცია შეძლო 90-იანი წლების დასაწყისში და რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის შეძლო რბილი ძალით ამ ბოლო წლებში ამ ხელისუფლების პირობებში. ხელისუფლების, რომელიც სათავეში მოვიდა ქართული ოცნების სახელით, მაგრამ საქმით წარმოადგენს უკვე დადასტურებულად რუსულ ოცნებას, რუსების ახდენილ ოცნებას. ჩვენ მყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია. ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახსნის ზღვარი და უკვე აღარც წვენიათ, ღიად თანამშრომლობენ ჩვენი სახელმწიფოს მტერთან. გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომელიც მზადაა დაესხას თავს ყველასა და ყველაფერს. ისაუბროს ზიზღის ენით ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტარებთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან და ახლა უკვე საკუთარ ხალხთან. და ეს ყველაფერი კეთდება პუტინის რეჟიმის მხარდაჭერი რუსების დასაცავად. რუსეთის ოცნების პარტმუშაკები ერთ ხმაში საუბრობენ ქსენოფობიაზე და შოვინიზმზე. საკუთარ ხალხს, ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს ადანაშაულებენ ქსენოფობიაში. ეს უსამშობლო ქართველები ერთეულ პროვოკატორად ასაღებენ მას, ვისაც შეუძლია 5,000 ანგაჟირებული რუსის დარაზმა ქართული ბიზნესის წინააღმდეგ. მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართული ბიზნესი მათგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და აღიარებას მოითხოვს. რუსეთის ოცნებისა ხელისუფლება, რომელიც ეუბნება ქართულ ხალხს, არ უპასუხოთ რუსს, რომელსაც არ მოსწონს თქვენი ქართული ბიზნესი და თქვენი წესები. და ის თუ აზარალებს თქვენს ქართულ ბიზნესს, იგი ან რუსებზე მოარგეთ, ან თქვენი ეს ქართული ბიზნესი დახურეთ. ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა ქსენოფობია და გოიმობაა. ეროვნული ინტერესების დაცვა პროვოკაციაზე წამოგებაა. რუსული ოცნების ხელისუფლებისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა ომში ჩათრევის ცდილობაა. მშვიდობა კი მხოლოდ კაპიტულაციით მიიღწევა. ჩვენ მყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომლისთვისაც კონფორმულობა ცხოვრების წესია, რომლისთვისაც გამოთქმა ჩათრევას, ჩაყოლას ჯობია მათი საქმიანობისა და ცხოვრების კრედოა. უსამშობლო პარტია რუსული ოცნების ქართველი ლიდერები გამოდიან და სტატისტიკით ჟონგლიორობენ, რომ თურმე წელს ბევრად ნაკლები რუსი ტურისტია ქვეყანაში, ვიდრე 2019 წელს იყო. ყურს იყურვებენ და თვალს იბრმავებენ. არ უნდათ დაინახონ ის საფრთხე, რაც გულს უხეთქავს ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეს პარტიული კუთვნილების მიუხედავად. ჯიუტად არ აღიარებენ იმ საფრთხეს, რომელიც თან ახლავს რუსი მოქალაქეების ნაკადს. არა ტურისტების, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან, მკვიდრდებიან, ყიდულობენ ბინებს, არეგისტრირებენ კომპანიებს, იღებენ ბინადრობის მოწყობებს, ან არ სჭირდებათ ბინადრობის მოწყობა, იმიტომ რომ საქართველოში მთელი წელი შეუძლიათ დარჩნენ ვითომ ტურისტებად. რუსეთის მოქალაქეებს ასეთი პირობები არსად არ აქვთ, არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში და არც ოკუპირებულ ცხინვალშიც კი. რუსული ოცნების უსამშობლო პარტიის ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში შემოსულ დამკვიდრებული ათეულ ათასობით რუსი პუტინის რეჟიმს გამოქცეულია. არადა ყველამ კარგად ვიცით, რომ საზღვარზე, ვისაც აკავებენ,
და საქართველოში არ უშვებენ სწორედ დეკლარირებულად ანტიპუტინისტი, დისიდენტი რუსები არიან. ასეთ რუსებს ეს ხელისუფლება საქართველოში არ უშვებს და ამის მრავალი ფაქტი ჩვენ ვიცით. რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალია რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება. რა თქმა უნდა, ნორმალური ხელისუფლების პირობებში ბევრი გამოსავალი იარსებებდა და გულუბრყვილობას არ ვაპირებ და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არანაირ მოთხოვნას ამ საკითხის გარშემო უსამშობლო რუსულ ოცნებას არ ვუყენებთ. უბრალოდ სურს ვიცოდეთ, რას გააკეთებდა და მომავალში რას გააკეთებს ნორმალური ხელისუფლება. ნორმალური ეროვნული ხელისუფლება გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას. მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლიუსტრაციას. შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას, თუ ისინი არ აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. სწორედ ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქე აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და არ უქმნის მას საფრთხეს. ნორმალური ეროვნული ხელისუფლება ასევე შეზღუდავდა ტურისტული ვიზიტის ხანგრძლივობას 1 თვემდე. და ბოლოს, უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად მინდა ვთქვა. ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით. ყველა პატივს ვცემთ სტუმარ მასპინძლობის ძირძველ ქართულ ტრადიციას, თუმცა თუ სტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში, უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენი წესებით. ისწავლოს ქართული ენა, აღიაროს ქვეყნის საზღვრები. ამაზე დგას ქართული იდენტობა, ეროვნული ღირსების შენარჩუნებასა და დაცვაზე დგას ქართული იდენტობა, რაც თითოეული ჩვენგანის ვალია.